იცი რა შეგრძნება 61 წლის უკან აი აქ დავიბადე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადგილი კადავს უთხრეს კადავს სიკვდილის წინ ხუსეინს ერაყის პრეზიდენტს უთხრეს სიკვდილის წინ სადგინდა დასაფლავებაო და იქ სადაც დავიბადეო აი წარმოიდგინე ყველა დიდი და პატარა ხო კაცები მაინც მithumedes ფიქრობთ რომ ის ჩვენი მშობლიური ადგილი არ მივატოვოთ და ყოველთვის მოვიკითხოთ კეთი რაც შენ პირადად გაინტერესებდა გითხარი რომ წაგიყვან და იმას განახებ რაც შენ პირადად გაინტერესებდა და ბევრ ვინმეს თუ სად დავიბადე მე ჩვენ ახლა ვიმყოფებით სენაკიდან 15 კილომეტრში 10 კილომეტრში სენაკის რაიონის სოფელი ბეთლემი ეს არის ადგილი ბეთლემს იმიტომ უწოდებენ რომ ეს არის ბერების ადგილი წარმოიდგინეთ ესა ჩვენ ერთწუთი აი ერთი მთა მდინარე ტეხურა ამაზე უკეთესი სოფელი საქართველოს კერა რუკაზე არსად არ იყო ეს იყო საუკეთესო ადგილი და ახლა ბერების სხვა დაუთმობდნენ საუკეთესო ადგილს და აქ ერთ დროს ცხოვრობდნენ ბერები ჩვენ კიდე ჩვენი გვარი ბარკალაიების გვარი კიდე ისტორიულად არის ეს რომ ჩვენ მოვდივართ შოტლანდიიდან არიან ეს ბარკალაიები მე ყოფილვართ აზნაურები და ესე მოვდივარ დღემდე მე სად დავიბადე მე დავიბადე აქ აი აქ ეს არის ჩვენი წინაპრების ადგილი აქ იყო ქვევით მიწა აქ იყო ცოტა ამაღლებული და იქით იყო ორი პატარა სპალნის ვარიანტი ეს იყო დედაჩემის და მამაჩემის მოსასვენებელი მოდი აი აქ ჩათვალე და აქ იყო ჩვენი სამივე ბავშვების წარმოიდგინე აი ამ პატარა ადგილში ცხოვრობდით ჩვენ და ცხოვრობდით თურმე ძალიან ბედნიერად ხო ხალბატონო მე გადაუწყვეტია ბაბუაჩემს მამაჩემს რომ წავსულიყავი ცენაკში და მე ასეთი პატარა ბიჭი ვიყავი წავსულვარ ცენაკში მაგრამ ეს ჩვენი ნათესავების სახლია კარგი ხალხი ცხოვრობს ყოველთვის მოგვესწრება ყოველთვის მოვდივართ და აქ ნათესავები არიან ჩვენი გვარი ბარკალაიები არიან აქედან ძირითადად უგურე ისეთი შეგრძნება მაქვს რომ აი გუშინ დავიბადე თითქოს და აი აქ ჩემთვის ხო ამაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს ეს არის ადგილი სადაც მე დავიბადე და მინდა რომ როგორც ჩემი საქმე წავიდა კარგად მთელი ჩემი ცხოვრება ისე წავიდეს ამ ოჯახში ვინც დაიბადება მომავალშიც უბრალოდ ერთი არის ის რომ დედაჩემი იყო ისეთი ადამიანი თვითონ რომ სულ მოდიოდა და არასდროს არ ივიწყებდა ამ ხალხს მაგრამ მე ძალიან შორს წავედი და მეც რაც შემიძლია მოვდივარ და კეთი ეს არის ადგილი სადაც დავიბადე და ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს აი ყველაფერს ამაზე უკეთესი ადგილი ჩემთვის არ არის თელ თბილისის თელ საქართველოს ეს ადგილი მირჩევნია ესეა ისტორიულად საერთოდ ესე იტყვიან და რა ვიცი ღმერთმა ქნას რომ არავინ არ დავივიწყოთ ის ადგილი სადაც დავიბადეს და სადაც ფეხი მოვიდგით სიარული სასწაულს ახლა როგორ ვარ იცი თან მიხარია და თან ეტირება იმიტომ რომ აქ დაიბადა ჩემი წინაპრები და ჩემი წინაპრების საფლავი აქ არის 200 მეტრში და
უმართლებს იმას, ვისაც წამს. არავის არასდროს არ გაუმართლებს თუ არ წამს. ამიტომ ჩვენ უნდა გვწამდეს კარგის, წინსვლის და გამრავლებისა და ერთმანეთის პატივისცემის. ესა ვართ ჩვენ ქართველები და მე მგონი ესე იქნება მომავალში. გისურვებთ წარმატებას.